რას გვიჩერდი, რა შეიძლება დავაგემოვნო ჩემი გემო. სცენე. რესტორანის სცენაა ეგეთი. იქ ჭამ. საერთოდ ეს რეკომენდაცია ფოსოს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რესტორანს გადასახადოთ, რომელსაც აქვს უგემრიელეს კერძები. ესე რო არ იყოს, მხოლოდ გამოგვიშვა და კერძები დავაგემოვნო, ჩვენ პატარა ჩელენჯი შევიტანოთ. 100 ლარის ბიუჯეტში რაც აღიხარდება, შეიძლება მოიტანო. კი, თქვენი პირველი. ოღონდ არ გითხრა კერძები. კერძებით რა. აი, მოვედით. თან ლუკა 14 ფებრუარია, მოდი ხახსაც უთხრათ და პატარას მე რო გითხარ სადმე წამოყავით. ხო, აი, პატარა საჩქარსაც გაგიკეთებთ რა. წამო შევიდეთ, ახლა წავიდეთ. ადროჩკა, ისე ხო ასე. როჯი მახეთ. წამეიხე წყალი არ დაგჩეს იქა. მოკლედ ინტერიერის კადრები ალბათ ჩაჯდება. პატარა მყუდრო სივრცე არის, ინტერიერსაც ერთი როსით რო შევეხოთ. პატარა მყუდრო სივრცე არის. საშუალო ჩვენ ეგ დასამატებები. ეგ ხუდი მეიძრე, როჯი, მაშ კი არ ახარ, ციმბირში კი არ ახარ. თავი რა, სიგა. მე ფარო ჯოვია. მაგალითად ძალიან მომწონს უკვე მოდი შეფასების კრიტერიუმები შევიტანოთ ინტერიერის ესეც და მე ამას დავუწერდი 9.10-დან. შეთან რო ვარ სახში მაშინ ვარ ვაფასებთ ინტერიერს. არა, ეს ახლა მიკერძება გამო. მე იმას დავუწერ 10-დან 15-ს. ინტერიერის დიზაინერმა ამზახვეზე იზროდა მოკლედ. კი, რა თქმა უნდა. მოკლედ მე დავუწერდი ამას 10-დან 9.10-ს. აი შენთან როგორა არ ვიცი რა. ეს სიმწვანეც არის, ოღონდ ხელოვნური სიმწვანეა. რაღაცა ვინტაჟური სტილია ცოტა. მე მომწონს რომ ნახოთ ახლა კერძები რა იქნება. თუ ყველით გააზეპინებს ყველაფერი, მე ნახე შენ. მაშინ რო იწეს მარტო თავის გადადება. ბიუჯეტში. ბიუჯეტში არ გვინდა და ისე გადავდივარ. მოკლედ ლუკა ინაი შინებია ძმა ვარ, მე დიდი ხანი ასე ვერ უყურებ. ჩათვალე ტანჯის თოლფასი რა. ბარსლა. გვახსოვთ, რა თქმა უნდა, ჩვენ შევუკვეთეთ მინტანის გემოვნებით კონკრეტულ ბიუჯეტში 100 ლარი და მოგვიტანეს პომიდრის სალათი, რომელიც გითხრეს რომ ჩვენეული რეცეპტია, მე მგონი კანია კაცილი როგორც კაცილი პომიდრია. კახურზეთი. არ ნახულე სუნი მოდის ხაჭაპურისგან და იგრძნობა რომ ნამდვილ მასია, რა ქვია, ტაფაშია. აუ სუნი აქ რაღაც რაღაცა ხაჭაპურია და რაღაც არის. ვარა, სუნი მოდის ძალიან მაგარი, მე გემოც მინდა რომ ეგეთივე მაგარი იყოს რა. ეს არის ხორისწვადი, კახურის შოთი, აქვე გამოცხარია თვალწები და საფირმო ხინკალი, ესეც არის ხელით მოზელილი, ცოტა სკელიცონია, უმწვანილოა, როგორც გითხოვს. ახლა მე დავიწყო, თავარი. კამპოტი მოგვიტანეს კიდე რა. საფესინია. ხო, ესეც სეზონური ნახოთ, ნახე. დამიხსე ერთი ბიჭორი. ხო, დაგნაცო. კარგი. კარგად მომ. ლებორო კამპოც გაგისხასი ნაი. აუ, მაგარი. აი, ისე მე მაინტერესებს პომიდრის პომიდრს კარგ გაინტერესებს, ესე იგი, ეტიკეტით მაგას მოითხოვს, რომ ჯერ დაიწყოს სტარტერით. ეტიკეტია. აი, ორი დღეა ჩემო თბილისში და დაიწყე, ხო, იგონ? მაგარი. ახურზეთ თავ თქვენს, მაგრამ ესეთი გემრიელი და ახურზეთ ხო სპეციფიური ჯილდო რა. ვისაც გამოგავო შეიძლება არ მოიწ. ძალიან მაგარია. არ ვიცი რა აქვს ეგეთი გაკეთებული. როგორც ვთქვი, კანკასული პომიდორი არის. ანუ მწვანილი თავისთავად აქვს. და ეს ის არის რა ქვია მას. ხახვი. ისე არის შეზავებული ერთმანეთში რაღაცა. ძალიან მაგარ გემოსკენ მივყავ, არ ვიცი. უფრო მახსენებს სოფელში კიტრბამდეში არქეჩაჭია. მაგრამ მოს კიტრი არ არის, მაინც მაგარია. დაგვირებ ჩაკვეჩის დროს სვადის შებოლილისა. ჩაგვიცე? კი ხო? ჩაგვიჩავ. სვადის გემოა. ეტყობა შებოლის დროს კვამზე გადაატარებს. ძალიან მაგარია. მე აქამდე თუ სადმე რესტორანში ყოფილა გინდ ვიდეოს კარეთ, რაც სალათა გამესინჯავს, იმათ შორის ნამდვილად ყველაზე მაგარია რა. ძალიან მაგარი. როგორი სალათი არის იცი? პომიდორი რო ვაშოვიტა და კიბისვალი ხდება რა, ეგეთი ის და. მაგარი. ეს მართლა წადით გავაკეთოთ.
რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. აი ნახოთ საწებელია იღე ლუკა. ჭნიანი არის ეს დამისკეთ ძალთუხური. ერთი შეხედვით წვენი არის. ცალკე ტყემალი აღებული ძალიან კარგია. სადნახეს ახლა არ ვიცი, მაგრამ აშკარად ახალ დაგაგეთები. ძალიან მაგარი. უეჭონ შენახულზია. ძალიან მქონდა. წადი. კარგია, მართლა კარგია, ვერ ვიტყიდო. რაღაც ისეთი არა, ვაი და სასწაული არა, ნორმალური მწოდია. რა ფორმა კარგოს მაინც ეგეთი მყოდი. ანუ გემოებიც კარგად ზის და ალბათ რავი, მართლა კარგი მწოდია. უბრალოდ მე რაღაც შიტსა და 800 შორს. ემალი არის ძალიან. წვადი ხომ ჭამეთ წინა. ორ ტონაშიც ჭამეთ და ლიტაფშიც ჭამეთ. მაგრამ ემაც ჯობია. არა, რა თაშკარა ჯობია. მოდი ახლა არ გვინდა რა ეს დიდი ტახი არის. უბრალოდ ბუდისტემა, გაიარეშე ჭამს. გასული არის და მარტო წვადი როგორ შეგეცხოვა. ციფრა შენ გიყვარს, კაი. ზოგადად ამ რესტორანში მაინც ეგეთი სიტუაციაა რა. მაინც ისე ჭრენა დროს რომ გრამაჟობაზე ხარ დამოკიდებული, ყველაფერს ხარ დამოკიდებული. თუ გინდა ნამდვილი წვადი ჭამო, წადი კახეთში და რო წამოვარი 1 კილო რო არის, 1 ნაჭერი, წვადს შოში ჭამე, ხა ის სხვა იქნება რა. რესტორანში მაინც სხვა არის რა. ამას აღწერა. არა, რა თქმა უნდა ეს 10-დან 10. ისიც მინდა რო თქვა რომ შენ მას არ ჭამს, ხო? ხაჭაპს. ხაჭაპს ამჯამად ვერ გავიგე. ყველი აშკარად არის. შენ კარგია. არანაირი კავშირები არ ამაქვს. ის იყო, რა ქვია, ნეპოტიზმით რაღაცა, ანუ ძალიან მაგარია. არც დაგვირეკია, არც მოგვიწერია, არაფერი პირდაპირ მოვედი. ერთადერთი ადგილი თავისუფალი, სადაც ეხავს უფრო არ ცოტა ჩაბნელებუში. ახლა ჯიგარი ხარ ძმაო. დავიწუნდი რომ აშკარად ექსპერტი ხარ შენ. აუ ეს კიდე ერთი სამი გასული რა. აუ როგორ ის მოაქიცი ვაიბი. იმერული ვაიბების არხსენობს ესეთი ვაიბი. აი თბილისში თუ ხაჭაპური ხო ეს პრინციპი იმეული ხაჭაპურია რა საფირმოდ გაკეთებული, მაგრამ იმეული ხაჭაპური. ნახე ის თქმა თბილისში თუ ასე ხაჭაპური. სადღაც რო შეხვალ საფიში რო დაჭდები თანდრიელებში ჩქოიც აი ზუსტად ეგეთი რა. მოდი ხარ ჯდები შენთვის ხარა კარგად მიზრილა ჭა. იმის მაიდინი არ გასო ვაინეს კიცობი იქნება ის კარგი. მაგრამ ნახოთ უკვე რა თქმა უნდა დაჩი ვიდეოს ხოლმე დავთვლათ მაგალითად იმიტომ მე ჩვენ ვარაუდებ ვიტყვით რა გინდა ეს კერძები და ნახოთ შესაბამება თუ არა ნამდვილად კი გემო შეიძლება კარგი იყოს მაგრამ ფასი თუ შესაბამება მომახ აუცილებლად რა მოდი უკვე საფირმო ხინკალზე გადავიდეთ აი რო მაცილი და ყიდეოდა რა ეს კაცი მაგარი რაღაცე მაგარი ნაფიქრია ნახოთ აუ ნამდვილად წვენია რა ვქნა მართლა რანაირი კავშირები არ მაქვს აქაურობასთან სულ პირველათავა რა ის გავშენდნენ კალი თბილისში მოიცი ხო ყოველ შაბათ-კვირას სადღაც ვარ ერთ ობიექტზე მაინც მინიმუმ ვიღებთ ავიღებთ შაბათ-კვირას ხო მაინც სადღაც გადათვის ვარიანტი ხო აი ხარი რამდენ ობიექტზე ვიქნებ აი მაგას ხო ვერ დათვლი ვერა ძალიან ბევრი თან პროფესია გვაქვს ესეთი ახლა აუ ვქნა დიდხო არ გვინდა მაგრამ ითქს ამ ყველაფერს გათვალისწინებით თბილი ხაზგასასმელი არის აქ თბილისში თბილისში ამაზე კაი ხინკალი მე ჯერ არ ვიდა შეიძლება აი სამ სიტყვას დაიწყებდი და ეს წარმოთქვამდი ასეთ რაღაცე ოქროს სიტყვებს რა ესე ბაგედან ამოგივის კამპოტი მაგარი კამპოტია მოკლედ სანამ შენ რაღაცა წეხა ნიტყოდი რა სიტყვას მეც მანამდე პატაჭინა სიტყვა გავაკეთე მსგავსი ხინკალი მე თბილისში მეც ხას უსვამ თბილისში
ნამდვილად არ მაქვს ნაჭამი რა ეს სქელი ჩომ ზოგადად ხინკალზე არ მიყვას რა მაინც უფრო მივდივარ არა ნახე მე უფრო მივდივარ ხოლმე ეს ყველაფერი მექანიკური ახლა იცი შენ ამ ცხოვრებაში და ეს აპარატით რო აკეთებენ რა და ხელმძღვანელოა და ეგ უფრო მომწონს მაგრამ ეს წვენი და თვითონ ხინკალში ხორჩეზება ძალიან მაგარი იყო ორი ხინკალი просто გახსნა რა და წვედი რომ ჩასამაში მინიმუმ ნახევარ გახს არა მასლა ძალიან მაგარია ფასი ვნახოთ აი იქ ბოლოში ანუ პატარა ჩელენჯის გავაკეთოთ ლუკა მოდი ერთ-ერთი ხინკალი არ ვღოთ ახლა და ვინც მოახერხებს ჭამას ის კი სრულობს გლანდელს უფროს ზარია რა აი კი მართალია მე მოგიყვანებ დღეს ვალენტინოვის აღსანიშნავად და აქ მაგრამ შენი ხელაპირი გაქვს შენ ვერ მოგას კაი 1 2 3 რაშო ასე დამგვარად მეგობრებო დღევანდელ დღეს სულთან გამოვედი ლუკას გაძრება ის ხონი რაც აქ უნდა გადავიხადოთ სამწუხაროდ ჯერჯერობით სპონსორი ისევ არ გამოგვიშთა გეცოდინებათ მაგრამ ჩვენ არ ჩერდებით ჯიუტად ვაგზელებთ წინსვლას ჩვენ დისკომფორტს არ ეშინდებით ფულის ბედნიერებას ვერ იყიდიო ნათქვამია მაგრამ ფულია მაქვს რა ფერვერინი ვიდეო აი გემა რა ისა ამიტომ ჩემ ზულაზრებს უკვე ნენელა იმას ისა ამიტომ ჩემ ზულაზრებს მოусმინეთ ყურადღებით რა იცი რა ბზნილჩევა იყოს წარმოთქმული და ხო ბაგებიდან და შეიძლება თვითონ შეცვალოს შენი ცხოვრება რა ნამდვილად მე მე რა სწავლობ შეცვალ ხო მიდის იქით ნო სარგეპურიც თვით მე მომ კარგი იყო მოდი ლუკა გადავიდეთ ახლა ჩვენ კულმინაციურ მომენტზე დღევანდელი ვიდეო ცოტა ესეთია სხვა ვიდეოთან შედარებით ცოტა უფრო ესთეტიური გამოდის რადგან ეს დახვეწილ ადგილას ჩვენ არ გადაგვიღია ეს ვიდეო ძირითადად ჩვენ დავდივართ ესეთ ტრაფიკების ობიექტებში არ ვიძახებთ ანუ ეგ წოდებულ ზაბიგალოყებს რო ეძახილა ესეთ ადგილას აბა არ ქონია ფაქტია ვიდეო არ ჩაგვიწევი ჩვენ ჯიფას მოყოლოთ ზოგადად მაშინ კომენტარებს დაგვიწერე ოი არ გვიწია სულ გავიწყდება რა მაგრამ ვიცი რომ თქვენ არ გავიწყდებათ ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი დაგვიწერეთ კომენტარებში ეხლა დავიდეთ შეფასებაზე ოღონ ჯერ ასე მოდის ნერწყვი იმას უკვე შეხედოთ ჯერ ასე ერთად დავიწყოთ რა ფასები ხო დავიწყოთ სტარტერით ნახე დაახლოებით ვიცით და წავიდნენ უნდა ვქოთ უფრო ჩვენ ვთქვართან ჩელენჯი ესე გიგვიჭით რომ ასე ნარის მოდი ეს ჯერ ეს თქვა მაგას ვიტყოდით თუ ეს ყველაფერი 100 ლარისაა ზუსტად და შეიძლება პლუს მინუს 10 ლარი რაღაცა ეგეთი იყოს ნუ თბილისის და ამ ადგილის პირობებზე მე მგონი ცუდი ვარიანტი არა და გემოს განთავისუფლება გემო ყველაფერში იყო თითქმის იდეალური აი რაღაცები რა თქით არის ცოტა სტანდარტული გემო ხონდა მაგალითად ცოტა სტანდარტული დანარჩენი მადლობას ვის მოუხდი ასეთი რჩევა რომ მოგცა ბატონ მახარს მახარ ինչი ხარ ძმაო დავიწყეთ რა მოდი ამით დავიწყოთ ეს სალათით დავიწყოთ და მე ვფიქრობ რაღაცა უნდა იყოს 12-13 ლარი რა ჩოლობრივი სტანდარტული კიტმონდრის და მე ვიზახი რომ იქნება სადღაც 18 ლარამდე 11 ლარამდე იმიტომ რომ ჩოლებრი პროდუსერები დაახლოებით 18 ლარების ხოლმე მოდი ასე ვქნით რა შევაგდენოთ და საერთო აზრი იყოს არჩენა ჩემ 15 კაი 15 ლარი სვადი ჩემი აზრით მე ვიტყვი 20 ნუ სტანდარტულად სვადი ღირს ხოლმე რა ვიცი 17-18 ლარი ღორის სვადზე საუბარი რა ვიცი 19 რა ხო 19 ლარი იყოს ეგ კაი ხაჭაპური კი ის ყოლის ფასები როგორ ავსტრალიაში გამდის და რა ვიღოს ერთი 15-17 მე ვიტყვი 25 ხაჭაპური 25 ჩემი აზრით 25 ლარი აი მაგრამ მოდი აქ გავყავთ რა და ხინკალი რავია $2 მასად არის და ასე 2 და 20 2 და 22 და 30 ხო რა ხო იყოს 2 და 30 იყოს მოდი ერთი ხინკალი
ხო. უცებ რა ვიან გარიში. იგი ფასე ია დამიქნება. ამუანათ ეხა 100 ლარს გავწდი არ გავწდი რა ფერი რანაირად ფასები ამოვინათენი მოგლეთ დღევანდელი დღე შევაფასები ასე. ყველაფერს თავისი ფასებიან ადგილიან ყველაფერს გაფასებთ 9 კილოს. მოდი მეც ესე წავიყვან ინტერიერი ექსტერიერი თუნდაც არ მოვიშილე გარედან ხრიდან დიდი ვერაფერი მაგრამ ინტერიერი ცოტა პატარა გარემო არის ხმაური არის ხო შენ მაგან შეგაწვი მაგრამ ზოგადად ინტერიერი რაღაცა კარგი არხი გამოიწერეთ გააგზავნეთ ხო ინტერიერი როგორც ვინტაჟური სტილი რაღაც ეს საამომეწონა და კარგია კერძებით კარგია ფასები ახლა ბოლოს მოკლედ მაინც ამოანათოთ საერთო ჯამში რა დაგვიждდება ეს ჩეკს რომ მოგვიტანენ ეს თანხაც ამოანათოთ და ვნახოთ ფასები ძალიან ასტრალში პროგრადის მეც დაუწერდი 9 კილოს ნამდვილად ეს ერთი ქულა დაუტოვოთ ლუკა იმიტომ რომ მოჩი განავითარო არ ვიცი რა მე გეტყვი უბრალოდ რომ აი ეს არის რაღაცა სასწაული აი ეს სალა ხო 20 ლარი ზოგადად რაღაცა ისეთი აქვს ეკეთებული ძალიან მაგარი გემოვაკ რა მეგობრებო შევაჯამოთ დღევანდელი დღე აი ჩაბარებულია ჩაბარებულია ვალენტინოვა მოგიყვანე და თანხაში გადაიხადე ძალიან კარგი შემდეგ ვალენტინოზე მაშინ ვიწე ხო ოგო მე ვიცი ხო კან ხაში გადაიხიდა აი ტანდია გადაიხიდა ხო მაშინ გადაიხიდა დღევანდელმა საგამომ ძალიან კარგად ჩაიარა მე მგონი ძალიან ყოფილი მეგობრებო გამოიწერეთ ჩვენი არხი დაგვილაიქეთ ვიდეო რა თუ რამე იდეა და ისაგავთ კიდე რა შემოთავაზება დაგვიწერეთ ჩვენ ღია ვართ აბა კარგად იყავთ გამოიწერეთ